სახელთა მამისათა და დის და შვილთათა მადლობა უფალს დღევანდელ დღისათვის ჩვენი შეკრებისთვის ერთობისთვის მადლობა დიდა და დიდა მოწამეთა დავით კონსტანტინესა რომ ისინი სამშობლოს და საზღვრებს იცავდნენ არა მარტო ვაშინგტონ ქვეყნად იყვნენ არამედ ძირითადად ამაღლებულნი დღესაც ფარველობენ ჩვენ და ჩვენში ზრდიან და ჩვენი შვილების და მომთაობის და თავიდან თაობამდე საუკუნის მანძილზე მათი მოწამეების შემდეგ ზრდიან ყველა თაობაში ღვთის სიყვარულს, სამშობლოს სიყვარულს, ჟულის ერთგულებას. აი, სწორედ ამ სიყვარულს მოყავს მათმიდა ნაწილებთან მრავალი მლოცველი, მედრებელი, საშუალებით მოსული შეწევნისა და ფარველობისა. აი, ესოდენ დიდია, რომ უფლისათვის თავი დაასდო, რომ ეს თავდადება ჭეშმარიტებისათვის მე თაობიდან თაობას გადაეცემა. ზედათ ამაღლებულნი დღესაც ქვეყანაზე ჩვენ გვაძლიერებენ და ძალას შეწევნისა მატებენ ჩვენ. ამიტომაც იმ სახელი იმ ტარვალისა და იმ მოდგმისა რომელიც მაშინ იყო შემოიჭა და ანგრევდა ქვეყანას, ანადგურებდა ტაძრებს და ხოცავდა ხალხს, იმათი სახელი წაიშალა. და დავით კონსტანტინე ბრწყინავენ. ეს არის მაგალითი ჩვენთვის, რომ ნუ გეშინიათო პირდაპირ, როცა მიგიყვანენ თეატრში მთავრებისა, მეფეებისა, საკრებულოში და მე ყველაზე მეტად შეუძლიათო მოკლან. ამის შემდეგ აღარ შეუძლიათო. და გეშინოთ იმისა, ისაც შეუძლიათ თქვენ სიკვდილის შემდეგ სული ჩაგდება გეინაშია. ამიტომ ვიღათ ერთგული უფლისა, როგორც წმინდა მოწამენი და ხნეთ იყავით და გაძლიერდით. როგორ დევნათ არ უნდა იყოს სარწმუნოებისათვის. როგორც პერი არ უნდა შემოიჭეს ქვეყანაზე კიდეთ იდექით და იცოდეთ რომ უფალია მფარველი და დამცველი და ღვთისაა ჩვენი ქვეყნის მისი ხდომილის ქვეყნის მფარველი, მისი საფარველი არის გადაფარებული ჩვენ ქვეყანაზე. კი უფალი დაუშვით ჩვენ ცოდების გამო დევნას, წამებას, გრევას, მაგრამ იმ დროს, იმ წამების დროს გამოჩნდება ერთგული უფლისა ადამიანი და როგორც ამბობთ 10 მართალი თუ იქნება უფალი შეეწევა და გადაარჩენს იმ ქალაქსაც და იმ ხალხსაც და ერთს და როგორც ჩანს საქართველოს 10 კი არა 1000 და 10000 არიან მართალნი რომელიც ჩვენ შეიძლება ვერ ხედავთ ვერ ვსწორთ მაგრამ თავის გულის წიაღში სიღრმეში თავის გონების ისინი უფლის ერთგულნი არიან სიყვარულით სიმდაბლით სიწმინდით და ღვთის სიტყვის არსით ცხოვრებით ამ ქვეყანაზე. უფალი გადაიერეთ თქვენ და სულ საქართველოს დედაქალაქ ფარად თქვენ და სულ საქართველოს მეუხედეთ მე დიდა მოწამეთა დავით კონსტანტინესა. მათი ცხოვრება თქვენ იცით, ამიტომ აღარ ის მოკლათ, მაგრამ ჩვენ ყოველწლიურად და მთელი წლის განმავლობაში ხედავთ, როგორ მოდიან ადამიანები საშუალებით წმინდა ნაწილებთან, მოცვედრებით, საშუალებით და ეს არის ღვთის მადლის ძალა, რომელიც ქვეყანაზე ენიჭება წმინდათა ღვაწლის გამო ადამიანებს. არის რომ დასავლეთში რომ არის ესეთი წმინდათა ღვაწლის გამო თოდოს მიტევა შეუძლია თითქოს ბანკი აქვს და იქიდან ამოიღებს და მოგიტევებსო, ხო? არის ეს წარმოდგენები. არა, მადლი დაუნჯებულია ქვეყანაში თვითონ იმ ხალხის ღვაწლით, მოღვაწეობით, ლოცვით, ვედრებით, თავდადებით და თავგანწირვით. ასე რომ ხნეთ იყავით და გაძლიერდით, იცოდეთ რომ თქვენს და თქვენ შორის არიან სათნო ღვთისა, რომელთა გამო უფალი წყალს ჩვენ ქვეყანას. გაძლიერდით. ჩვენთან არს ღმერთი.